დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ეს ფრაზა თქვენთვის უცნობი არ არის. თუმცა იმისთვის, რომ ადამიანზე ვისაუბროთ და ადამიანის შესახებ მოგიყვეთ, უამრავი კვლევის მეთოდი უნდა გამოვიყენოთ და ადამიანი ვისწავლოთ. სწორედ ამ შესწავლის პროცესში უამრავი ეტაპი გაიარა მეცნიერებამ და მედიცინამ და დღეს როგორც არასდროს აქტუალური გახდა რამდენიმე მეთოდის ერთდროულად გამოყენება. სრულიად მოულოდნელია ის დასკვნა, რომელსაც ახლა მე თქვენ სიახლის ბლოგში გაგიზიარებთ, თუმცა მედიკოსები თვლიან, რომ ლოგიკური და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი მედიცინის განვითარებისთვის. კერძოდ, დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტაბოლიზმის შეფასებამ და დიეტის სწორად შერჩევამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს ზოგიერთი დაავადების თერაპიული ეფექტი, ანუ მკურნალობის შედეგები. რატომ მივიდნენ მეცნიერები ამ დასკვნამდე? მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც სწავლობდა ზოგიერთ ნეიროდეგენერაციულ დაავადებას, მართალია რთულად ჟღერს, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით რა დაავადებები იგულისხმება ამ ჯგუფში, მაგალითად ალცჰაიმერის დაავადება, მაგალითად პარკინსონის დაავადება. აგრეთვე ისინი სწავლობდნენ ონკოლოგიური დიაგნოზის შემთხვევაში მდგომარეობებს, სწავლობდნენ გულსისდახვთა სისტემის სხვადასხვა პათოლოგიას და ასე შემდეგ, ავტოიმუნურ დაავადებებს, ავტოიმუნური დაავადებების დიდ ჯგუფს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ დიახ, ყველა ამ დაავადების მიმდინარეობის დროს იცვლება ჩვენს ორგანიზმში ენერგიის მეტაბოლიზმი. ამაზე აქამდე არ გვქონდა მასშტაბური კვლევები და დღეს, როდესაც ასეთი კვლევები გაჩნდა, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ ენერგიის მეტაბოლიზმის ცვლილება შეიძლება იყოს ბიძგი იმისთვის, რომ კვებითი ჩარევა რაც შეიძლება ინტენსიური გახდეს, კიდევ უფრო დაზუსტდეს კვების მოდელები, რომელსაც სხვადასხვა დაავადების დროს შევარჩევთ და რაც მთავარია, კიდევ უფრო ზუსტი აღმოჩნდეს ასეთი არჩევანი იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რა გვექნება შედეგად? შედეგად გვექნება რასაკვირველია ცოდნა იმისა, რომ დიახ, ადამიანის დიაგნოზი და დაავადება ცვლის ენერგიის მეტაბოლიზმს, მაგრამ ამავე დროს ხელთ გვექნება სამარჯვები ამ კვლევის წყალობით, რომ ჩვენ კონკრეტული კვებითი არჩევანით, კონკრეტული დიეტის შერჩევით შევძლებთ შევქმნათ უფრო ფართო მკურნალობის სქემა ინდივიდუალურად ყველა ადამიანისთვის პერსონალური საჭიროების გათვალისწინებით და უკეთეს შედეგს მივახციოთ დაავადების განკურნებისას. 21 საუკუნეში ადამიანებს სიტყვა ჰიბრიდი არ უყვირთ, რადგან ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ ორგანიზმთან დაკავშირებული, ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებული, უფრო მეტიც ჰიბრიდული ომების წარმოთქმასაც კი შეაჩვია ჩვენმა საზოგადოებამ ყური, მაგრამ როდესაც ჩვენ მედიცინაზე ვსაუბრობთ, მედიცინაში ჩვენ გაგვიჩნდა ჰიბრიდული კვლევები. რატომ არის მნიშვნელოვანი რამდენიმე მეთოდის ურთიერთშეხამება? რატომ არის ადამიანის დიაგნოსტიკისთვის და უკეთესი დიაგნოსტიკისთვის რამდენიმე მეთოდის გამოცდილების ურთიერთშეჯერება? დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ ამას ეძღვნება და ეძღვნება იმ სიახლეებს, რომელიც საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, ექიმი, რადიოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მარიამ თევზაძე. მარიამ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის ქალბატონი. როდესაც მე ვახსენე ჰიბრიდული კვლევა, ამის განმარტება მოგიწევთ თქვენ, რას გულისხმობთ დღეს, თუმცა იმისათვის, რომ მეტნაკლებად დაგვეკონკრეტებინა ველი, რაზედაც ვსაუბრობთ, კონკრეტული ორგანოები და სისტემებიც კი გამოვყავით და ამ შემთხვევაში ჩვენი საუბრის უშუალო სამიზნე აღმოჩნდება გული, სახსრები და რატომ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული ჰიბრიდულ კვლევასთან და ადამიანების ფართო საზოგადოებასთან, რატომ შეიძლება ბევრი ადამიანისთვის საინტერესო აღმოჩნდეს, ეს მოკლედ აი ამაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, ორიოდე სიტყვით გავმარტავ მაშინ აი ჰიბრიდულ კვლევებს და მათ მნიშვნელობას დიაგნოსტიკაში. 21 საუკუნე მოგვიტანა ისეთი წინსვლა ტექნოლოგიური კუთხით, რომ გვაქვს იმის საშუალება, ერთი ტექნოლოგიის საშუალებით ორი ინფორმაცია მივიღოთ ამ თუ იმ ორგანოს კვლევისას. ეს არის ფუნქციური კუთხით მოლეკულური დიაგნოსტიკა ნივთიერებათა ცვლის დონეზე, რომ გავშიფროთ და დავინახოთ
აქტიობა და პათოლოგიური პროცესი. და შემდგომ ანატომიური სტრუქტურული ხასიათის ცვლილებები უკვე რადიოლოგიური კვლევის მეთოდით ასევე განსაზღვროთ და დავადასტუროთ არის თუ არა რადიოლოგიურად ცვლილებები. რა თქმა უნდა, ფუნქციური დიაგნოსტიკა წინ უსწრებს რადიოლოგიურს. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვნახულობთ გარკვეულ პათოლოგიურ პროცესს, მისი ლოკალიზაციისათვის ძალიან კარგად გვეხმარება რადიოლოგიური დიაგნოსტიკა და ზედებული გამოსახულებები. გვაქვს ამისი ფუფუნება დღევანდელ დღეს, რომ ვნახოთ და შევისწავლოთ სხვადასხვა ორგანოები, აი ამ ორი მიმართულების ერთდროული ინფორმაციის მოპოვებით. თუმცა დღევანდელი ჩვენი საუბარი მე იმედი მაქვს, რომ არ გაგაწყოთინეთ ფრაზა, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული პრობლემების ჭრილში დავინახოთ ასე უფრო ადვილად აღსაქმელია ხოლმე ნებისმიერი სიახლე. და რატომღაც გამოვყავით სახსრები და მე დავაკონკრეტებ და გავამხელ, რომ სახსრის მორყევაზე უნდა ვთქვათ და მაგალითად გულის კუნთის უშუალო შეფასებაზე ერთი კონკრეტული მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. უბრალოდ ერთი ჰიბრიდული ხედვის გამოყენებით. რაზეა ლაპარაკი მარია? ეს არის ფოტონემისიული კომპიუტერული ტომოგრაფია, იგივე ჰიბრიდ იმიჯინგი, ჰიბრიდული გამოსახულება. რამოდენიმე დასახელება აქვს ამ კვლევის მეთოდს, თუმცა ყველაზე გავრცელებული SPECT-CAT, ეს ლათინური, ესე რომ ვთქვათ, აბრევიატურით ესე გაიშიფრება. კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ტრავმატოლოგიურ სეგმენტზე, ნამდვილად საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ კვლევამ და საკმაოდ ძალიან კარგად ადაპტირდა, ასე რომ ვთქვათ, პრაქტიკული თვალსაზრისით. რადგან ამ კვლევას შეუძლია ადრეულად განსაზღვროს მორყევის არსებობა, არარსებობის საკითხი და მისი ლოკალიზაცია. რადგან ვიცით, რომ სახსარი პროტეზი შედგება რამოდენიმე კომპონენტისგან და შესაძლოა, რომ მორყევა იყოს კონკრეტული კომპონენტის. როდესაც რადიოლოგიური კვლევები ამაზე სრულფასოვან ინფორმაციას თავისი სპეციფიურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე ესე სრულფასოვნად ვერ გვეუბნება, ამას ეხმარება, რა თქმა უნდა, მოლეკულური დიაგნოსტიკა, ნივთიერება და ცვლის ადრეული დიაგნოსტიკა რადიოლოგიურ კომპონენტთან ერთად. რადგან ეს ორი მოგეხსენებათ რადიოლოგიურად ანატომიური ხასიათის ცვლილებებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრავმატოლოგებისათვის, რომ განსაზღვრონ მკურნალობის ტაქტიკა, მათი ჩარევა და ასე შემდეგ ამ მიმართულებით შეიძლება რომ დიახ, თქვენ ახსენეთ სახსრის მორყევის შემთხვევაში რამდენად ინფორმაციული შეიძლება იყოს, მით უფრო რომ თვითონ აი ამ ხელოვნური სახსრის, მოდით ასე უხეშად ვთქვათ, ხელოვნური სახსრის კონსტრუქციის სხვადასხვა ელემენტის მორყევაც კი შეიძლება შეფასდეს. დღეს, როდესაც თანამედროვე ადამიანს საშუალება აქვს შეზღუდვის, მოძრაობის შეზღუდვის, ცხოვრების ხარისხის დაქვეითების დაძლევა, მოახერხოს ხელოვნური სახსრების გამოყენებით, რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობა, რომ შემდეგ ეს სახსრები გააკონტროლოს, რამდენად კარგად მუშაობს, აქვს თუ არა საფრთხე, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს იგულისხმება, ვთქვათ, ოპერაციის დასრულებისთანავე, ესე იგულისხმება ხანგრძლივად რეტროსპექტული შეფასება, უკვე როდესაც პრობლემა შეექმნა, თუ რა შემთხვევაში არის ინფორმაციული ასეთი კვლევა? აი, ოპერაციის შემდგომ, 3 თვის შემდგომ, თუ კვლავ სიმპტომია, რა თქმა უნდა, ტკივილის და კვლავ ჩივილები რჩება, ამ დროს უკვე ნაჩვენებია, რომ ჩატარებული იქნას ფოტონემისიული კომპიუტერული ტომოგრაფია. იგივე რადიოიზოტოპური კვლევა, აი, გარკვეული რეგიონის, რა რეგიონშიც ჩატარდა, რა თქმა უნდა, ოპერაცია. და მინდა რომ აქვე აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენციალური დიაგნოსტიკის კუთხითაც, რადგან ჩვენ ვიცით, რომ საპროექციო მიდამოში ტკივილი, მეჯბარძაყი საპროექციო მიდამოში ტკივილი ყოველთვის არ ასოცირდება პროტეზირებულ სახსრთან. აქ მნიშვნელოვანია თქვათ, რომ გამოირიცხოს პირველ რიგში ამ სეგმენტში, ამ პაციენტთა სეგმენტში მორყევის არსებობა და შემდგომ უკვე თქვათ წელის მიდამოში ქთიაქრის არსებობა, არარსებობის საკითხი და ასე ნევროლოგიური კუთხით უკვე ანუ ტკივილის სხვა მიზეზებზე ვიფიქროთ. მიზეზებზე კი ბატონო, უკვე შეგვიძლია რომ შემდგომ უკვე ვიფიქროთ და მივმართოთ სხვა ვიზრუნოთ კიდეც, რა თქმა უნდა. მით უფრო რომ თქვენ როგორც ბრძანეთ, მორყევის შეფასება ამ მეთოდით სრულიად შესაძლებელი, ასეთი ჰიბრიდული მიდგომით და ამ მორყევის სხვადასხვა შესაძლო მიზეზის სტრუქტურულ დონეზეც კი შეიძლება განისაზღვროს. მაგრამ რატომ შეიძლება ასეთი
ჰიბრიდული, შერეული ცოდნის გამოყენება ერთნაირად წარმატებულად გამოიყენოთ სახსრის მორყევის შეფასებისთვის და გულის კუნთის მდგომარეობის შეფასებისთვის. ცოტა უცნაურად შეიძლება მოიჩვენოს ჩვენს მაყურებელს და ამიტომ მოდით განმარტოთ გულის შეფასებისთვის ის რომ კარდიოგრამა კეთდება, საზოგადოება ძალიან კარგად იცის ეკოკარდიოსკოპია რომ კეთდება, ანუ როდესაც ულტრაბგერით შეფასდება გული, ესეც ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით იქ სხვადასხვა დეტალია საგულისხმო, მე ახლა ასეთ დეტალებზე არ შევაწყენ საზოგადოება საუბრით თავს, მაგრამ ჩვენ ვიცით კომპიუტერული ტომოგრაფიაც გულის მკვებავის სისხლძარღვების, როდესაც კორონაროგრაფია ინვაზიით, ანუ ჩარევით აქტიურად არ კეთდება და ასეთი მეთოდიც ცნობილია. რას აკეთებს ასეთ შემთხვევაში ეს ჰიბრიდული ხედვა? გულს როგორ დაგვანახებს მარია? პირველ რიგში აქ წამყვანია, რა თქმა უნდა, მეტაბოლური აქტივობა კუნთის, ანუ ცოცხალი უჯრედებს ჩვენ ვხედავთ რეალურად რადიოფარმ პრეპარატის, რადიოიზოტოპური ნივთიერების შთანთქმის მაჩვენებლის მიხედვით. ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია იმ სეგმენტში, იმ პაციენტთა სეგმენტში, რომელთაც თქვა გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, იქ არის იშემიურ დაავადებაზე ეჭვი და პირდაპირ ნაჩვენებია ზუსტად ამ კვლევის ჩატარება, სანამ სერიოზული ესეთი ოპერაციები ჩატარდება, როგორიც არის თქვა ჩუმტირება, კარგად მოგეხსენებათ, ისე სტენტირება, აუცილებელია რომ განისაზღვროს ცოცხალი მიოკარდიუმის არსებობა გარკვეულ ზონაში, ეს გარკვეულ რთულ პაციენტებში ტარდება და შესაბამისად უნდა სრულად იქნეს გამოკვლეული, რომ რა თქმა უნდა იმ შედეგზე გავიდეთ, რა შედეგიც რეალურად პაციენტებისთვის გამოჯამრთელების მდგომარეობაა და უკეთესი ცხოვრების ხარისხის აღმაღლებაა და გაუმჯობესებაა, რა თქმა უნდა. ეს მიოკარდიუმის კვლევა აქამდეც გამოიყენება საქართველოში იყო, თუმცა კომპიუტერტომოგრაფიული კომპონენტის თანხლებით ჩვენ უფრო ზუსტად შეგვიძლია ლოკალიზაცია განსაზღვროთ იმ პათოლოგიური პროცესის, რა თქვა, ნაწიბუროვანი სახის ცვლილებების, რომელიც უკვე განვითარებულია მიოკარდიუმში და ზუსტად შეგვიძლია რომ ანატომიურად, სტრუქტურულად აღწეროთ ის. ანუ ფუნქციური კომპონენტი ანატომიურ კომპონენტთან ერთად სრულყოფილად გვაწვდის ამის საშუალებას და ეს შესაძლებლობები არის ჩვენთან და რა თქმა უნდა წინ გადადგმულია ჩვენი ქვეყნისთვის წიდი ნაბიჯი. რასაკვირველია, ეჭვს არბადებს რომ ნებისმიერი საერთაშორისო მონაპოვარი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის, ეს უდავოდ დიდი წარმატებაა და მე ყოველთვის ძალიან მეამაყება ხოლმე, როდესაც მაქვს საშუალება ამაზე ვისაუბროთ ჩვენს გადაცემაში, თუმცა არ მინდა მაყურებელს დარჩეს შთაბეჭდილება თითქოს ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული, ანუ სხვადასხვა მეთოდის გამთლიანებით ესა თუ ის კვლევა და ამ შემთხვევაში კონკრეტულ მიდგომაზე ვსაუბრობთ, მარტო სახსრის მორყევის დროს რომ გამოდგება ან გულის კუნთის შეფასებისთვის. ჩვენ დღეს არ გვაქვს საშუალება დეტალურად ვისაუბროთ ყველა სფეროზე, სადაც ასეთი მიდგომა გამოიყენება, თუმცა მოდით რამდენიმე მათგანი დავასახელოთ და რატომ ითვლება დღევანდელი მედიცინა, რატომ თვლის, რომ სწორედ ამგვარი კვლევების გამოყენებით ონკოლოგიური პრობლემების მართვა შეიცვლება. აი ონკოლოგია რაც გადახსენეთ, აქ არ შემიძლია თქვა, რომ აი სენტინელის ლიფური კვანძების სადიაგნოსტიკო კვლევა ასევე სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის და აი ამ კვლევის გარეშე მამოლოგიური ოპერაციების მასშტაბი არ განისაზღვრება ხოლმე ამ კვლევის გარეშე, ესე რომ ვთქვათ. საჭიროა რომ ის მოდარაჯე ლიფური კვანძი, ვთქვათ, სარძევი ჯირკვლის კიბო რო განვიხილოთ და ყველაზე გავრცელებულია ქალთა პოპულაციაში აღნიშნული სიმსივნური დაავადება, მნიშვნელოვანია რომ განისაზღვროს, რა თქმა უნდა, მოდარაჯე ლიმფური კვანძი და მისი პათოლოგიური ცვლილებების შესაბამისად განისაზღვროს ოპერაციის მასშტაბი. აი ეს არის თანამედროვე მიდგომა, ეს არის თანამედროვე დამოკიდებულება დღევანდელ დღეს ონკოლოგიური ქირურგიის სფეროში. და ორიოდე სიტყვით, რადგან თუ გვაქვს საშუალება, ენდოკრინოლოგიაზეც ვახსენებ, აღნიშნული ჰიბრიდული გამოსახულებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ენდოკრინოლოგიურ სფეროში, პარათიროიდული ჯირკვლის, ეგრეთ წოდებული ფარიზებრ ახლო ჯირკვლის კვლევისას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მისი ტრანსფორმაცია, გადაგვარება პარათაიროიდ ადენომა, ასეთ ტერმინის ქვეშ, პარათიროიდული ჯირკვლის ადენომის ქვეშ, მოისაზრება და მისი ლოკალიზაციის ზუსტი განსაზღვრის და
და მისი პათოლოგიური პროცესის ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, ასევე ესე იგი უფრო სტანდარტი არის აღნიშნული კვლევა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ფუნქციური და ანატომიური აქტივობა ქირურგებისთვის ძალიან დიდ კომფორტს წარმოადგენს, ასე რომ ვთქვათ და ესეც ჩარევამდე მომზადებისთვის აღნიშნულ კვლევას საქმე ორიოდის სიტყვით. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მადლობა ამ სიახლეების გაზიარებისთვის. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ექიმი რადიოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მარიამ თევზაძე. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. უამრავი კვლევა შეგვიძლია დავასახელოთ, რომლის დამსახურებით ადამიანი ერთდროულად მოახერხებს თავისი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილის შესწავლას. როდესაც მედიკოსები ახერხებენ სხვადასხვა სისტემაში მიმდინარე პროცესები ერთდროულად დაინახონ. ჩვენ შეგვიძლია უმრავი მეთოდი გავიხსენოთ, როდესაც გულს და სახსრებს შევაფასებთ. მაგრამ შეგვიძლია თუ არა კვლევაში ვიპოვოთ საერთო გასაღები იმისთვის, რომ გულსაც მოვუაროთ და სახსრებიც დავზოგოთ, სახსრებსაც ვუწამოთ. აღმოჩნდა, რომ არსებობს ასეთი კვების მოდელები და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ასეთი კვების შესახებ, მაგრამ ამავე დროს არის კვებასთან ასოცირებული საერთო რისკი, რომელიც გასათვალისწინებელია ყველასთვის. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მაგალითად ანთებაზე, რომელიც ნამდვილად ძალიან სერიოზულად აზარალებს გულსაც, აზარალებს სახსრებსაც. შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა სახის დარღვევებზე, რომელიც ერთდროულად დააზარალებს გულსაც და სახსრებსაც, მაგრამ საგანგებოდ უნდა გამოვყოთ ის, რასაც მედიკოსები თვლიან ერთნაირ ტვირთად გულისთვისაც და სახსრებისთვისაც. ეს გახლავთ საკითხი, რომელიც ჩვენი სხეულის მასას ეხება. ეს არის ის სიფრთხილის ზონა, ყვითელი ზონა, რომელიც ადამიანებს შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ წონასწორობა. ჩვენ ყოველთვის სხვადასხვაგვარ წონასწორობაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ მრავალფეროვანია და მრავალწახნაგოვანი ადამიანი და მისი ჯანმრთელობა, მაგრამ სხეულის მასა, მისი საზღვრელები და მისი ოპტიმალური მაჩვენებელი, ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ ყველა სისტემამ სწორედ ჰარმონიულად წონასწორობაში გამართულად იმუშაოს. კიდევ უფრო საყურადღებოა მდგომარეობა არა უბრალოდ სხეულის მასის გაზომვა, არამედ შეფასება იმისა, ხომ არ არის ჩვენი სხეულის მასა ჩვენთვის ოპტიმალურ ნორმაზე მაღალი. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ მდგომარეობაზე, რომელიც კიდევ უფრო საყურადღებოა და მას ქვია ჭარბი წონა, ზოგიერთ შემთხვევაში უკვე სიმსუქნე. რითი განსხვავდება ჭარბი წონა სიმსუქნისგან? სიმსუქნე, როდესაც ჩვენ საუბრობთ სხეულის მასის ინდექსზე 30-ის ზემოთ, ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ეს უკვე არის დიაგნოზი. ეს უკვე არის დაავადება, სიმსუქნე დაავადება, მაგრამ ჭარბი წონა, ეს არის მდგომარეობა, რომელიც გარდამავალია. ეს გვაძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას ჩვენი სწორი არჩევანით დავუბრუნდეთ სხეულის ნორმალურ წონას. თუმცა გვაძლევს იმის წინაპირობასაც, რომ თუ გავაგრძელებთ ჩვეულ შეცდომებს, ჩვენ აღმოჩნდებით სიმსუქნის კატეგორიაში. ამდენად ჭარბი წონა ეს არის შექცევადი პროცესი და ჭარბი წონის გადალახვა შეგვიძლია. ჭარბი წონა ტვირთს ქმნის გულისთვისაც და სახსრებისთვისაც. ამიტომ თუ ჩვენ მოვუვლით ჭარბ წონას, გამოდის რომ დავზოგავთ და მოვუვლით გულს, დავზოგავთ და მოვუვლით სახსრებს. და ამიტომ როგორი უნდა იყოს კვების მოდელი? განაარსებობს ერთი უნივერსალური კვების მოდელი ან სასწაულებრივი მოქმედების რომელიმე პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ჭარბ წონასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა ერთი ხელის მოსმით გადაჭრას. არ არსებობს ასეთი საშუალება, თუმცა არსებობს ადამიანის ნება, ადამიანის სურვილი და გადაწყვეტილება დაარეგულიროს საკუთარი წონა. და ასეთ შემთხვევაში მას ბევრი ფაქტორი ეხმარება, არა მხოლოდ კვება და ბევრ ფაქტორთა შორის იგულისხმება მაგალითად შესაბამისი ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგება, სტრესის მართვა, უკეთესი კომუნიკაცია და ასე შემდეგ და ასეთ შემთხვევაში ამ ჩამონათვალში ძალიან ღირსეულ ადგილს იკავებს კვება და კვება, რომელსაც ქვია დაბალანსებული,
ჯანსაღი, რაციონალური კვება და ჩვენს გადაცემაში ტრადიციულად ეს თეფშის სახით ჩნდება ხოლმე. იმ თეფშის, რომელიც სიმბოლოა ჩვენი ყოველდღიური რაციონის და რომელიც გულისხმობს საკვების ისე გადანაწილებას, რომ ყოველდღიურად სულ ცოტა ჩვენი რაციონის ნახევარი იყოს ბოსტნეული და ხილი ბოსტნეულის სასარგებლოდ, ხოლო მეორე ნახევარი მარცვლეულ ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად მარცვლეულ ბურღულეულის სასარგებლოდ. აქ გასათვალისწინებელია რძის ნაწარმი, გასათვალისწინებელია წყლის მოხმარება, გასათვალისწინებელია ცხიმის ადეკვატური სწორი შერჩევა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს რეკომენდაციები, რომელიც ერთი შეხედვით თქვენთვის ნაცნობია, გულისა და სახსრების საერთო რჩევათა შორის თავს იყრის წონისა და კვების ურთიერთობაში და ასეთ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება დავარეგულიროთ წონა, ერთნაირად წაადგება გულსაც, სახსრებსაც და ზოგად ჯანმრთელობასაც. ეს იყო დღევანდელი ჩემი რეკომენდაცია. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.